Სანგარეშო საარჩევნო კონფერენცია გაიმართა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციაში, რომელსაც 23 მოწვეული დელეგატიდან 21 ესწრებოდა. კონფერენციაზე განვლილი 4 წლის საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტები დასახეს. გაიმართა ასევე ფედერაციის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების არჩევნები. დელეგატებმა ნდობა კვლავ ჯემილ წულუკიძეს გამოუცხადეს, რომელიც აღნიშნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტი გელა ზოიძე იქნება, ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან ასევე ბიჭიკო ბოლქვაძე, აკაკი მახარაძე, ვაჟა დავითაძე, ლევან პაქსაძე და აჭარის ურგზის აბსოლუტური ფალავანი აჭარის ჭაბუკთან ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუსლან შავაძე. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი კი კვლავ გუგა აბრამოვი იქნება. აჭარის ქართული ჭიდაობის ეს სივრცე კონფერენციამ შეაჯამა გასული 4 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა, ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, მიღწევებზე, რაც გამლილი 4 წლის განმავლობაში ჰქონდა, ასევე დავსახეთ სამომავლო პერსპექტივები, გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რომელიც როგორც სპორტული მიმართულებით, ისე სპორტსმენთა და მწვრთნელთა პროფესიული ზრდისთვის აუცილებელია. დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს ოჯახს, ჩვენს გუნდს, კიდევ ერთხელ ფედერაციის პრეზიდენტად არჩევისათვის და დობის გამოცხადებისათვის ჩვენი გუნდი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ახალი მენეჯმენტი ფედერაციის გამგეობა ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ რომ აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია ავტონომიური რესპუბლიკის სინამდვილეში იყოს ერთ-ერთი გამორჩეული, მოტივირებული, ორგანიზებული ფედერაცია.